რა განაპირობებს სურსათზე მაღალ ფასს და ამ ფასში ვისი მოგების მარჟაა უფრო მაღალი? ქსელური მარკეტების, დისტრიბუტორების თუ მწარმოებლების. მთავრობის ადმინისტრაციაში ყველა ამ სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრა უკვე შედგა. თუმცა სანამ კონკრეტული დასკვნა დაიდება, სახეზე საკმაოდ საინტერესო პროცესი გვაქვს. მწარმოებლების და დისტრიბუტორების არაპირდაპირ ხელს ქსელური მარკეტებისკენ იშვერენ. რეალურად ის დამატებითი თითოეული ხარჯი, რომელსაც აყენებს ქსელური მარკეტი, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ფასზე. ეს საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის გარკვეულ ჩარჯოში თუ მოექცევა, საბოლოოდ ფასებზე დადებით გავლენას მოახდენს. ეს განცხადება საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლაშა რიჟამაძეს ეკუთვნის. სწორედ ის გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, მადლობა კაცემაში სტუმრობისთვის. სურსათის ფასები ერთ-ერთი მთავარი საგანია იმ საკოორდინაციო ჯგუფის შესწავლის კუთხით და პირველი სწორედ სურსათის ფასებთან დაკავშირებით გაკეთდა პრემიერის მხრიდან განცხადება. ის შეხვედრა, რომელიც შედგა დისტრიბუტორებთან, რა დასკვნის გაკეთების საშუალებას გაძლევთ, ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი და მერე მივყვეთ თქვენი გადმოსახედი და რა არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ფასნამატი სურსათზე პრემიერის გათვლებით არის 86%. აუცილებლად ვიკითხავ, ბუნებრივია თქვენი გათვლა რამდენია, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი შემოდის. მე არ ვიცნობ არც ერთ თქვენს კოლეგას, არც ერთი სფეროდან, რომელიც გამოვიდა ამ შეხვედრიდან და არ თქვა, რომ მათ შორის ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმაც თქვეს, რომ დიახ, ფასების შემცირება შესაძლებელია. თუ შესაძლებელია, პრემიერის განცხადება იყო, საჭირო რომ ეს ფასი შეგვემცირებინა? ანუ რა ფაქტორები განაპირობებს აი ამ პროცესს? მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მევესალმებ მაყურებელს და მინდა დავიწყო იმ ნაწილით, რომელიც შეეხება იმ გაკეთებულ განცხადებებს შემცირებასთან დაკავშირებით. თქვენი ეთერით არაერთხელ გაგვიჟღერებია ჩვენი პრობლემატური საკითხების შესახებ, რის წინაშეც სადისტრიბუციო სექტორი დგას და მიგვითითებია ზუსტად იმავე პრობლემატურ საკითხებზე, რაზეც მოხდა პრემიერის მიერ განცხადების გაკეთება. მათ შორის ჩვენ განცხადება ამ შეხვედრის შემდგომ გავაკეთეთ, რომ იმ შემთხვევაში თუ რასაც ვითხოვდით ჩვენ წლების განმავლობაში და რაზეც შეხვედრა იყო საუბარი. საცალო ვაჭრობის ქსელური მარკეტების მიერ დისტრიბუტორებისთვის და მწარმოებლებისთვის დაწესებული გადასახადების შემცირდება, ის ეგრეთ წოდებული cashback-ი იქნება ახალი მაღაზიის გახსნით. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სექტორი პროპორციულად ასახავს ამას ფასში, ანუ მიწოდების ფასში პირდაპირ პროპორციულად შეამცირებს როგორც ადგილობრივი მწარმოებელი, ისე სადისტრიბუციო კომპანია. ჩვენ ამ პრობლემებთან მიმართებაში წლების განმავლობაში ვცდილობთ მივიღოთ ის, რა პროცესიც ახლა დაიწყო. წლების განმავლობაში არაერთი პროცესი მიდის? რა თქმა უნდა, ეს არის ის პროცესი, რომელ პროცესიც საბოლოოდ უნდა მივიდეს საერთაშორისო რეგულირების კუთხით პრაქტიკის გადმოღებაზე ჩვენს რეალობაში, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად დადებით როლს შეასრულებს როგორც ფასის სტაბილურობის ნაწილში, ისე ხელშეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესს და ყველგან, სადაც სახელმწიფო ჩაერია და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ჩაერია და არაერთხელ გვითქვამს თქვენთან ერთად ეთერში, ყველგან მიზანი სახელმწიფოს იყო ფასის ნაწილი და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს ხელშეწყობა. ჩვენ შევთავაზეთ რიტეილ სექტორის წარმომადგენლებსაც, როდესაც პრემიერთან იყო შეხვედრა და კვლავაც ვიმეორებ, რომ თუ კი მათ ექნებათ სურვილი ამ თემასთან დაკავშირებით ბიზნეს პარტნიორის ეთერში პირდაპირ ისაუბრონ, მათ ამ ეთერს დაუთმობთ სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ როგორც თქვენი, ისე მწარმოებლების მთავარი კრიტიკის საგანი ამ შემთხვევაში სწორედ იყო ქსელური მარკეტები. ეხლა მივყვეთ თანმიმდევრულად. პირობითად, ესა თუ ის ნივთი, რომელიც შედის ამა თუ იმ ქსელურ მარკეტში იქნება თუ ზოგადად მარკეტში. რა ფასია აი ამ ზოგად ფასში თქვენი ამ შემთხვევაში დისტრიბუტორის და რა ფასად შეგაქვთ X ფასი და რა ფასი ემატება, ანუ რისი გადასახადები ემატება, რაც ასე აძვირებს დაუშვათ თქვენს მიერ შეტანილ ამა თუ იმ პროდუქციას. გადასახადების ნაწილს თუ მივყვებით და მივყვებით იმ ნაწილს, რაც არსებობს საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან ურთიერთობაში, ანუ მარკეტებთან ურთიერთობაში, რომ გავამარტივოთ და მაყურებლისთვის, აქ არის ეგრეთ წოდებული შესვლის გადასახადი, თითო სახეობის პროდუქცია, თითო მაღაზიაში რეგისტრაციის საფასური. აქ არის საუბარი ეგრეთ წოდებული მაგალითისთვის ავიღოთ. ზეთის ბევრი პროდუქტი სხვადასხვა კომპანიის ზეთი შემოდის, ხო? ანუ ყველა შეტანაზე ცალცაკე უნდა შესვლის გადასახადია. თითოეულ მაღაზიაში გვაქვს ესეთ პრაქტიკა, რომ თითოეულ მაღაზიაში თითო სახეობის შეტანა ღირს კონკრეტული X თანხა. ანუ თუ მას აქვს 700 მაღაზია, 700 მაღაზიაზე იხდის ცალცალკე ამ თანხას
თითო სახეობაზე. ან თუ აქვს 10 რამდენი სახეობა. გაძვირებს იმ კონკრეტულ პროდუქტს უხეშად რომ ითხრა და პროცენტულად. აქ არის საუბარი იმხელა ინვესტიციაზე, როდესაც ანუ აქ გააჩნია რამდენი სახეობის პროდუქტი შედის პირველ რიგში ამაზეა დამოკიდებული და თუ ერთ სახეობის რეგისტრაცია მაგალითად ღირს 50 ლარი და გვაქვს 10 სახეობა თითო მაღაზიაზე ვიანგარიშო 700-800 ხო ანუ ამ ფორმით ვითარდება დღეს რიტეილი 800 მაღაზიაზე გადაანგარიშებული თითო 500 ლარი ხო ანუ ეს საკმაოდ დიდი ინვესტიციაზე აქვს საუბარი დამატებით თანხების მოძიებაზეა საუბარი, რომელიც საბანკო პროდუქტს, კი ბატონო, დაკავშირებულია საბანკო პროდუქტთან, საბანკო პროდუქტი პროცენტთან, ლოგისტიკური ნაწილი და ასე. შესulis გადასახადის გარდა, რისი გადახდა გიწევთ კიდევ? დახზე განთავსების გადასახადი ვიცი ერთი? ახალი მაღაზიის გახსნის აფასური, რომელსაც აფინანსებს დისტრიბუტორი და მწარმოებელი, ანუ ის ვალდებულია ეს გადაიხადოს. მათ შორის გვიწევს ეგრეთ წოდებული cashback-ი. Cashback შეიძლება რა არის cashback-ი მაყურებისთვის რომ cashback-ი არის ის უცილოდ გადასახდელი, რაც დაწესებული აქვს საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტს, რომელიც თავის ბუნებაში როგორც მინიმუმ გულისხმობს, რომ რაღაცა უნდა მიიღოს ჯერ თანხა და იქიდან დააბრუნოს მემწოდებელმა, მაგრამ აქაც კი პრობლემა გვაქვს და წინ სწრებით ხდება საერთოდ პროდუქტის გაყიდვამდე ან ამის გადახდა ან მინუსში გავქვით. ეს არის ისეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემატური ნაწილი მთლიან ფასწარმოქმნაში, რომელიც ყოველწლიურად იზრდება და დაიწყო 3%-დან და დღეს გვაქვს რიგ პროდუქცია 45-50. ეს მთლიანი მიწოდების ფასის 50%-ზე შეიძლება ვისაუბროთ ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ასეთ შემთხვევაში რატომ თანხმდებით რომ ამ მარკეტებთან თქვენ არ წარმოადგენთ პატარა ასოციაციას ხო? ძალიან მსხვილ ერთ-ერთ და ამდენი წელია ფუნქციონირებს. რატომ თანხმდებით? თქვენ გქონდათ სასამართლო დავაც ერთ-ერთ ძალიან მსხვილ ქსელურ მარკეტთან და ასეთ შემთხვევაში რატომ მიდიხართ ამ ამაზე სხვა ალტერნატივა არა გვაქვს ქვეყანაში თუ რატომ ამაზე თუ ჩვენ შევხედავთ დღევანდელ ბაზარს და მომხმარებელი გრძნობს პირველ რიგში ხო ძირითადი რეალიზაციის ბაზარი რაც შეიძლება დღეს გააჩნდეს წარმოებელს და სადისტრიბუციო კომპანიას გახლავთ ქსელური მარკეტები თუ ჩვენ არ უთანხმდებით მათ შემოთავაზებულ პირობებს ის ინვესტიცია თუნდაც წეღან რაც ვისაუბრეთ ხო ეგრეთ წოდებული შესulis გადასახადი ის დაკარგულად ითვლება და გარდა მაგისა მთელი რიგი კიდე გადასახადები და ქსელიდან გადიხარ და რეალურად ვეღარ ახდენ პროდუქციის რეალიზაციას კი ბატონო, გამოსავალი რა არის და ამ შეხვედრაზე რომელშიც მონაწილეობდით, რა იყო მთავარ გამოსავლად დასახელებული? ანუ პირობითად, მაგალითად უხეშად რო ვთქვათ, 86%-იანი ფასნამატი უბრალოდ კარგად ჟღერს ინფორმაცია სავარაუდოდ კვლევის საფუძველზეა ეს ციფრი მოტანილი. რეალურად რამდენად შეიძლება შემცირდეს? ანუ სადამდე შეიძლება მივიდეთ და ფასის შემცირება, როდესაც ამბობთ ყველანი ერთად რომ შესაძლებელია, რის ხარჯზეა შესაძლებელი? კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენ ვამბობთ, რომ ფასის შემცირება მიმწოდeblis, ანუ დისტრიბუტორის და მწარმოებლის მხრიდან შესაძლებელია თუ იმ რეგულაციის ფარგლებში, რომლის მოლოდინიც გვაქვს ჩვენ და რომელსაც ვითხოვთ, მოხდება მთელი რიგი გადასახადების შემცირება იქნება ეს აკრძალვა. აქ მთელი რიგი ქმედებებია კიდე, რომელიც აბოლოოდ მძიმე ფინანსურ ტვირთად აწყვება. მაგალითად ანუ მაგალითად შეგვიძლია ჩვენ ავიღოთ გადახდის ვადებთან დაკავშირებით. სადაც ყველა დაწესებულია საზღვარგარეთ პრაქტიკა, რომელიც ამბობს, რომ ამ ვადისზე მეტი არ შეიძლება ხელშეკრულებით იქნეს გათვალისწინებული. ჩვენთან ახლა, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ პურის წარმოებელ შეიძლება 75 დღეს მიიღოს დღეს შეტანილი პროდუქციის ანუ საფასური. რეალურად ეს მძიმე ფინანსური ტვირთი არის. ძალიან დიდ საბრუნავ საშუალებების აუცილებლობაზე bis წინაშე დგება და ეს მთლიანად კიდევ ფულის დამატებით საბანკო პროდუქტის სარგებლობის ანუ აუცილებლობას იწვევს. თვითონ საპროცენტო განაკვეთება ამ შემთხვევაში საბანკო ნაწილი რა როლს თამაშობს იმაში, რომ დაუშვათ ამ შემთხვევაში დისტრიბუტორებს შეგაგთ იმაზე მეტ ფასად, ვიდრე რეალურად შეიძლება რომ ესა თუ ის პროდუქტი შეიტანოთ ამა თუ იმ მარკეტში. ზოგადად არ არსებობს არც ერთი ბიზნესი, რომელიც არ არის მიბმული საბანკო პროდუქტთან, ხო, ძირითად შემთხვევაში. აი, რა უფრო მეტად გიძვირებთ პროდუქტს? პროდუქტს არანაკლები დატვირთვა ფასში აქვს საბანკო
პროცენტს, მაგრამ შეიძლება არა იმდენი, რაზეც ახლა ვსაუბრობ ჩვენ ამ შემთხვევაში, და მათ შორის იქ გვაქვს დამატებითი ხარჯები, ჯარიმები ავიღოთ საპარკინგე, რომელიც ჩვენ სფეროსთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია, გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებები, ათეულობით 1000 ლარია ეს თვის ჭრილში. ძლავრი კომპანიისთვის. და ნებისმიერი ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რასაც ვღებულობთ და ჩვენ ვითხოვდით და დღესაც კიდევ ერთხელ ვაყენებთ და გსურს რომ დამატებით მივმართოთ, რომ როდესაც 2-3%-იანი ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ იმან, რომ სურსათის მანქანას არ აქვს შესაძლებლობა მიაწყოდოს დილის საათებში, ვფიქრობთ, რომ ესეთი ტიპის გადაწყვეტილებების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს პირველ რიგში მომხმარებელი, რომელმისთვისაც ის 2-3% და ესეთი ჯაჭვისგან შემდგარი გადასახადებისგან საბოლოოდ მნიშვნელოვან ფასტარმოქმნას ღებულობს მომხმარებელი და ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც კარგი იქნება თუ შესაბამისი კომისია მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობას. თქვენი წილი პასუხისმგებლობა რა არის აი ამ მაღალ ფასში? ამ შემთხვევაში დისტრიბუტორების, იმპორტიორების. ჩვენ კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ და საუბარი იყო პროცენტთან დაკავშირებით, ხო, რომელიც გაჟღერდა და 40-45%-ის ფარგლები. იმ პროცენტ ჯერ ეს ძალიან ინდივიდუალურია, პროდუქტის ტიპზე არის დამოკიდებული რეალურად. სადღაც იმ 86-ზე მეტი შეიძლება გქონდეს და 86-ზე მნიშვნელოვნად დაბალიც, მაგრამ ჩვენ ხდომაზეც კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ 44%-ის მინიმუმ ნახევარი აკუმულირდება ისევ ქსელში. ანუ ეს არის მოიცავს იმ გადასახადებს, რაც საბოლოოდ ისევ ბრუნდება ქსელში. ანუ სადღაც 20-25% არის ის პროცენტი, რომლის ფარგლებშიც უნდა გადაიხადოს ხელფასი, უნდა განაახლოს ავტოპარკი, იქნება ეს ანუ გაწიოს ყველა ხარჯი, რაც დაჭირდება სადისტრიბუციო კომპანიას, აქ აბსოლუტურად ჩვენ მოგების გადასახადი, რომელიც გამოტანის შემთხვევაში იქნება, იმიტომ რომ ფიზიკურად აღარ ეყოფა. და ანუ ამის ახსნას ვცდილობდით ჩვენ და ეს მივაწოდეთ ეს ინფორმაცია და ვფიქრობთ, რომ კომისიისთვის ეს ნათელი გახდა კიდევ უფრო, იმიტომ რომ გარკვეული ტიპის ინფორმაცია იდენტიფიცირებული ჰქონდათ მათ ის პრობლემები, რაზეც ჩვენ საუბრობდით და ჩვენ გაზაფხულშიც კი მივაწოდეთ კონკურენციის სააგენტოს კიდევ ერთხელ და მათ შორის ოფისმეურნეობის სამინისტროსაც საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ განახლებები, რაც ანუ თქვენ ამბობთ, რომ თუ ის პრობლემები, რომელზეც ახლა მე და თქვენ საუბრობთ, რიტეილთან მიმართებაში, ანუ მარკეტერთან მიმართებაში, მეტნაკლებად იქნება მოგვარებული, ის წილი, რომელიც ამ შემთხვევაში უხეშად არის 40-45% დისტრიბუტორების მხარეს, ის შეიძლება შემცირდეს 20%-მდე. მიმწოდებლის მხარეს თუ ეს გადასახადების კიდევ ერთხელ ამოსთავს საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ისე რომ არ დაზიანდეს არც რიტეილი. ისეთი ტიპის გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ, რომ ამან ბაზარზე რაღაც ისეთი პრობლემა წარმოქმნას, რაც საბოლოოდ ისევე სხვა ბიზნესებსაც დააზარალებს და მომხმარებელსაც. რა თქმა უნდა, პროპორციულად მოიკლებს და რადიკალურად სხვა ციფრი გვექნება. და მარტივად დათვლადი იქნება, რომელ მხარეს რა რჩება, ანუ წარმოებელსა და დისტრიბუტორს თუ რიტეილის მხარეს. კაი, და ჩვენი საუბრის ბოლოს თქვენი კოლეგა საერთაშორისო კომპანიები რა პროცენტულ დანამატზე მუშაობენ? ახლა თუ პირობითად ის გამოვაკელით და დარჩით 20-25%-ის ფარგლებში ამ შემთხვევაში დისტრიბუტორი კომპანიები. თქვენი კოლეგები მაგალითად ევროპულ ქვეყნებში რა პროცენტული დანამატით მუშაობენ? ჩვენ საუბრობთ საზღვარგარეთ სადისტრიბუციო კომპანია რა პროცენტულ და კი, ანუ აქ ჯერ დავიწყოთ. რადგან ამ საერთაშორისო პრაქტიკა გვინდა რომ მოვიყვანოთ და რა თქმა უნდა, შევადაროთ და მაყურებს ცხადირობა. საერთაშორისო პროცენტული დანამატი თითქმის თუ ჩვენ ამ გადასახადებს და ამ ტვირთს რაც გვაწევს რეალურად გვერდზე გადავდეთ, მიახლოებულია რაც ქართული კომპანიისთვის, მაგრამ განსხვავება რაშია? განსხვავება არის პროდუქციის ფასში. საზღვარგარეთისთვის ადგილზე პროდუქტი რადიკალურად სხვა ფასია მათთვის წარმოებლებიდან გამომდინარე, ხო? რეალურად და ბაზრებიდან გამომდინარე. წარმოებლების ნაწილს. მე ვკითხულობ, თქვენნაირი სადისტრიბუციო ტიპის კომპანიებისთვის რომელთაც შეაქვთ ამ მიმწოდებლები არის. ანუ მე გიპასუხეთ მაგაზე, რომ მსგავსი პროცენტი გამოდის მათ. ანუ გამოდით 20-25%. აქ არის საუბარი, კი ბატონო, იქ უბრალოდ მასშტაბები არის სხვა და როდესაც მასშტაბია შედარებით კიდევ უფრო მცირე შეიძლება აღმოჩნდეს
უმნიშვნელოდ ისიც, სხვა დანარჩენი იგივე სტრუქტურა იგივეა. ანუ რეალურად ჩვენ რეალობას თუ ავიღებთ, საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლები თვითონ განგისაზღვრავენ ფასს, რომ ამაზე მეტად გაყიდვის უფლებაც არ აქვს. თუ ავიღებთ ჩვენ ბევრ ბრენდულ, ანუ რასაც მოხმარებელი ყიდულობს, მას არ აქვს უფლება დისტრიბუტორს მოუმატოს ფასი, იმიტომ რომ ამას ადგენს საზღვარგარეთი. ანუ რაღაცა აწესებს ქვედა ზღვარსაც, რომლის ქვევითაც არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის საერთაშორისო კომპანია და ამბობს, რომ უნდა დაემორჩილო ამ პრინციპს და რეალურად ამ პრინციპს ემორჩილება ყველა სხვა ქართული კომპანია. და ჩვენი საუბრის ბოლოს მოლოდინები როგორი გაქვთ, როდისთვის შეიძლება რომ უკვე კონკრეტულად ამ შემთხვევაში თქვენს ნაწილზე იყოს რეალური დასკვნა დადებული და მე უკვე გადაწყვეტილება მიღებული. მოლოდინი და იმედი გვაქვს ჩვენ რომ მივიღებთ იმ კანონს, რომელ კანონსაც ვითხოვდით აქამდეც და მივიღებთ ისე, რა თქმა უნდა, არანაჩქარევად, რომ ვინმე არ დაზიანდეს სხვა მონაწილე ამ ჯაჭვში, ხო? ანუ აქ არ არის მარტო ჩვენ. თავის დროზე თქვენი ინიციატივა უკავშირდებოდა ერთგვარი ზედაზღვარის დაწესებას. ანუ ჩვენი ინიციატივა უკავშირდებოდა ბევრი ევროპული იქნებოდა ეს აზიის თუ ამერიკის თუ ასე შემდგომ ქვეყნების მაგალითის აღება, რომელიც შეგვიძლია ჩვენს რეალობას მოვარგოთ და არის იქ კონკრეტული ქმედებების აკრძალვა, მათ შორის რაღაც ზღურების დაწესება, გადახდის ვადები თუ ასე შემდგომ, რაც დამერწმუნეთ, რომ თითოეულ მოქალაქისთვის საბოლოოდ როგორც მინიმუმ განგრძობად პერიოდში, რა თქმა უნდა, დადებით როლს შეასრულებს. თქვენ სეგმენტში არის თუ არა, აქვს თუ არა ადგილი კარტერულ შეთანხმებებს, ანუ კომპანიებს შორის შეთანხმებულ მოქმედებას, როდესაც ამა თუ ქსელურ მარკეტში ერთი და იგივე ფასადში აქვს ერთი და იგივე პროდუქცია. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ სეგმენტში მე არ ვიცი რაზე არის და რა კუთხით ხდება მოკვლევა და კონკრეტული ინფორმაციას რა თქმა უნდა არ ვფლობთ. ჩვენ სეგმენტში ფიზიკურად ვერ იქნება კარტელური შეთანხმება, იმიტომ რომ კონკურენცია არის იმდენად მაღალი, რეალურად არ არსებობს შესაძლებლობა, ხო? კარტელური შეთანხმება თუ სადმე შეიძლება არსებობდეს, არანამდვილად კონკურენცია ძალიან მაღალი აქვს. არა, მოდით ესე ვთქვათ, როგორ შეიძლება შეთანხმდეს და რომელი ერთი და იგივე პროდუქტი აქვს ორ დისტრიბუტორს. აი ერთი მაგალითს თუ დამისახელებთ, შემიძლია კიდევ უფრო კონკრეტულად ყველა სექტორის წარმომადგენლები ამბობთ, რომ კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ რეალურად შეუძლებელია შეთანხმება. სახელმწიფო მაღალი ფასი. დისტრიბუტორის როლზე, ნახეთ, წარმოებელი რაღაცა კონკრეტული X არაბრენდულს, როდესაც აწარმოებს, შეიძლება ვთქვათ, რომ სადღაცა თეორიულად ვიმჯელოთ, ხო? რიტეილის მხარესაც შეგვიძლია, აი დისტრიბუტორის მხარეს, როგორ შეიძლება ვიმჯელოთ, რაღაც კონკრეტული ნებისმიერ პროდუქტი რო ავიღოთ, იდენტური სხვა არ არსებობს. თქვენ შემთხვევაში არის საუბარი 45%-იან ფასნამაძე. ჩვენ შემთხვევაში არის 45%-იან ფასნამაძე და როგორც აღვნიშნე, აქედან ნახევარი აკუმულირდება ისევ რიტეილის მხარეს. ეს არის ჩვენი პრობლემა. სწორედ რასაც ვლაპარაკობთ, რომ ამის გამო უნდა იქნეს მიღებული, მაგრამ ამას ჩვენ გამოვიკლებთ მემწოდებლები. თუ ეს გადასახადები მოსპობილი იქნება, ანუ ამ რეგულაციით, ჩვენ რა თქმა უნდა მოგვაკლდება ეს და პროპორციულად მიწოდების ფასი აისახება, მე რჩება სამჯელო რიტეილისთვის რამხელა ტვირთი იქნება იმ თანხას, რასაც ვერ მიიღებს ჩვენგან და რასაც ჩვენგან დღესღებულობს ყოველწლიურად მზარდს. ანუ არ არსებობს წელი და რომ ეს გადასახადი არ გაიზარდოს და ამიტომ ვითხოვთ ამდენი ხანია, რომ ყოველწლიურად აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, თავის მხრივ რიტეილ სექტორის წარმომადგენლები რეალურად თქვენ პროდუქციას ყიდით მათ ქსელურ ბრენდულ ამ შემთხვევაში ობიექტზე, ხო? ეს იქნება Carrefour თუ სხვა ნებისმიერი გუდვილი თუ ამ შემდგომ მათი სახელის ქვეშ ყიდით რეალურად პროდუქციას და ბუნებრივია რომ ის თავის ფასს გიწეცებთ, მაგრამ ეს ფასი რამდენად სამართლიანია, მე ამას ბუნებრივია კომისიას დადებს თავის დასკვნას. ეს ფაქტორი არ მოქმედებს? ის რომ გადასახადს აწესებს ძალაუფლებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ძირითადი რეალიზატორი დღესდღეობით ჩვენს რეალობაში არის საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტი, ეს მოცემულობა გვაქვს და ეს ქმნის რეალურად პრობლემას. ალტერნატივა რო გააჩნდეს ხარეს რომ რეალურად არ იყოს განვითარება ამ მიმართულებით წასული ქსელებს, რა თქმა უნდა ბევრი არ დათანხმდებოდა და რიგ შემთხვევაში წყდება კონტრაქტები, ფიზიკურად ვერ უძლებენ კომპანიები ამ გადასახადს. აქ თუ ჩვენ საუბრობთ გარკვეული ტიპის გადასახადს, მათ შორის შესაძლებელია ხო ფასნამატი თვითონ რიტეილმა მოუმატოს და არ დაავალდებულოს ხო სადისტრიბუციოს და იქ უკვე თვითონ იმჟელოს უკვე ნებისმიერმა მხარემ სად უფრო მეტი ფასნამატი იქნება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ვნახოთ როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. ლაშა რიჟემაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.